მოგესალმებით მზიანი ლატვიიდან. მეგობრებო, იცით რომ ლატვიაში გაცილებით მეტი მზეა ვიდრე საქართველოში? როგორ და აი 2018 წელს მზის ენერგიის წილი ელექტროენერგიის გამომუშავებაში საქართველოში, ლატვიაში და სომხეთში ყველგან იყო 0%. 2025 წელს კი საქართველოში კვლავ 0% დარჩა, მაქსიმუმ 0.5%. ლატვიაში თითქმის 12%-ია, აი სომხეთში კი 16%-ზე მეტია. იტყვით რომ ლატვია ევროკავშირის წევრი ქვეყანაა, ეკონომიკა პროგნოზირებადი, პოლიტიკური პროცესი მდგრადი და ინვესტორები უფრო ენდობიან ასეთ ქვეყნებს. და ბუნებრივიცა, ევროკავშირი ხომ მათ შორის ამისთვისაც გვინდა, ხომ? მაგრამ აი სომხეთმა როგორ მოახერხა რომ 16%-ზე მეტი აქვს მზის ენერგიის წილი ელექტროენერგიის გამომუშავებაში, მაშინ როდესაც საქართველოს ფაქტობრივად კვლავ 0% აქვს. პასუხი ხომ ნათელია. სომხეთის ლიდერი ფაშინიანია, ვინც ცდილობს რუსული გავლენის შემცირებას მათ შორის ენერგეტიკაში, საქართველოში კი ქოცები გვყავს, რომლებიც ენერგეტიკას ამსხვრევენ, რუსეთის წილი მოწოდებაში იზრდება, ელექტროენერგია ითიშება რამოდენიმე დღეს ზედიზედ და აი ასეთ უკიდურესად სავალალო მდგომარეობაში ჩააგდეს ქვეყანა, ხო? ამ დროს მზის ენერგია არის ყველაზე იაფი, შესაბამისი ინფრასტრუქტურების აშენება არის ყველაზე უფრო ადვილი, არ საჭიროებს თქვა როგორც ჰიდროელექტროსადგურები მდინარეების კალაპოტის ცვლილებას და ზოგადად გარემოზე აქვს გაცილებით ნაკლები ზეგავლენა. და ამდენი მზე გვაქვს, ხო, და მზიანი დღე საქართველოში, ფაქტობრივად იმდენივე, რამდენიც სომხეთს. არც ზღვას ვიყენებთ, არც მზიან დღეებს ვიყენებთ, არაფერს არ ვიყენებთ ქოცების ხელში. ამიტომ ბრძოლა ბოლომდე ამ მავნებლების წინააღმდეგ და აუცილებლად გავიმარჯვებთ.